ესეც უნდა გავითვალისწინო. ელარში ერთი გოგო მაგის შვილი მირეკას ხოლმე სულ გოგა ქვია რა, მაგარი კაი ბავშვია რა და იმთავიდან ერთი 5 წელია მირეკას სულ მილოცავს რაღაცებს, ნუ ეს წარმოიდგინე ეს 8-9 წლის ბავშვია და დედამისი არის ჯარისკაცი რა. აი მაგარი გოგო. ვიცი, რამოდენიმე გოგოები ვიცი, რომლებიც ჯარში არის. და არჩევნების დღეს მირეკავს რა და დამირეკა და მეუბნება რომ აი ესე კაცები იდგენო და ერთადერთი ვიყავი მეო, ვინცო თქვენი შემოხაზეო რა. ერთადერთიო. აი როგორც ჩმორებმაო, ყველამ დაძალებით და იმიტომ მე დამაძალესო, მაგრამ არ შემოხაზეო რა. დაგვეძრა თუ არ დაგვეძრა რა. ხო, ვერ თანხდები. ეგეთი რამე რომ მომხდარიყო, რომ მარტო ქალები დაგვეძრა. რა თქმა ავიდოდნენ ეს როდენ თუ რა არავინ სროლელი იქ არ ბიჭო ახლა ჩვენი ჯარი ჩვენ როგორ გვესვრის მე რას ლაპარაკობთ ახლა შეიძლება ვიჭხუბოთ სროლა ახლა ისეთი ამბავია რა ახალგაზრდებში ბევრი რომელიც ამბობს რომ ჯობია შევიდეთ ნატოში აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე ამაზე უკვე მე პაიქრობა მიწევ. ეგ მოღალატე. ართulis ის მოღალატე ძმო. ართulis. ის თulis ასე რომ აი შევიდეთ, მოუძლიერდეთ და მერე ოდესმე და ის რას თulis იცი? ვიღა დაგაბრუნა ნატოში თუ შეხვალ, ვიღა დაგაბრუნა. ის რას თulis იცი რომ ნატოში ვინც იტყვის რომ არ უნდა შევიდეთ, ის არის მოღალატე. ეს ვის? აბუდადებული თემები. აბუდადებული თემა, მართლა მოღალატე გახდა. როგორც კი იტყვი, ნატო მაძლევს თუ არა გარანტიას ტერიტორიული მთლიანობის, დაბრო პაჟალოვა შულავერის კომიტეტში. მე იქავა. სუკები, ხარგამაზე თუ რა გვარი იზაბე. აი აგაჭერი დაპირისთვის რომ შემწერი ხარ ქვეყნის. შალომ ხოიც მაგაზე რა თქვა. ჩვენმა შალომ ნათელაშვილი. ძველ საბერძნეთში ეგეთ ბავშვი რო იბადებოდა, კლდეზე ჩეხავდნენ ეგრევე. შალო არის, აი ნათლია ვიღაცების, ხო, რაღაცებს ვიღაცებს შეარქვა სახელი ვეღარაბოდიან. სამუდამოდ დარჩა. ოღაიზერზე რო თქვა, დაღლილი ვირი არისო. შევარნაძეს რო კითხეს, ასე ნათელაშვილმა დაღლილი ვირი შეარქვა, ოღაიზერს და იმარა უპასუხა, კი მარა რამ დაღალა. ვირი არის, რამ დაღალა. აი სამიზია ვიდა ხირო გადმომიყვანინე შალო ბიჭო რა ვიცი ხო აუ ისე რა გაიქცა რო გადმომიყვანინე აი ხებუში რა თქვა ვინა რატომა პრეზიდენტმა ო რაიო რაო და რაღაცა თავშეფერხები გადაცემა გადისო ბოლო დღესო სულ მე ლაპარაკებიანო ამ გადაცემაზე თქვა და ისე უნდა თქვა რომ უდანში უკეთესი პიროდებია ვიდრე მანდოთ ხო არ თავაზობს ხუმრობაც რო არ გამოდის ანგლობაში რო გადადეს და რო გონია რო ხუმრობს ხო და თვითონ იცინეს მე და ვიხუმრეო ისო თქვა ეს ვიხუმრეო ისო ეს სამთვიანი ამბავი Mi chanta gigantare, casi fare spero. Sacarlo residento, ascende caro dissidento, uscire ma vinda, ma non vinda, che non vinda, isquera la sadari. Presidente da sacramento, violamento da stelle lento, supermenti. Accarissima, mi chanta gigantare. Tutti da Esatano, c'hai da lì a mere forte piano. Mi canta di cantare, vengo per te piano. Amate tutti i toni, dogos avitano, bocciaccelentano. Kushis kuchero, barakas kuchat gadaketseba. Ai mere nahese. და ვიხუმრეო ბარაკას ბაიძავს კაცო დავარ ამერიკის პრეზიდენტის ხუჩა დავარ ამერიკის პრეზიდენტის ხუჩა პრეზიდენტის მომავალი ამერიკის პრეზიდენტი ვინც არის იმ დროს ის ახალ პრეზიდენტია ცოტა ხანში შედგოს ბუშს არ ვიცნობდი საერთოდ საკოვანი
თან აეროპორტის გზაზეა ყველა ხედა. ოღონდ თავის-თავისში ჩაწერა. აქედან პერპენდიკულარული რაღაცა ინგლისის პრემიერ-მინისტრის ქუჩა რაღაცა უნდა იყოს ერთი. აგინდაო მეტივე ნახე რამდენი პრეზიდენტები ჩამოიყო რომ დავიქეცე გამოიქცა ის ხალხი აკა. 29 აფება ჩუჩელა 30 შოკოლადი ნუტელა ზოლის ბაბუნთან გადაურეკა და ჩვენთან შევხვდეთ შობაზე დაწუხველა ოიე ობამა 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 სამე გაფიგურა ობამა 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 სამე გაფიგურა ნინო არახელი არ არსებობს სადაც საქართველოს დედოფალი წმინდანია ეს პირველად ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილია პირველი ნინო რომელიც მე ვიცი მე სხვა ნინო არ ვიცი ეს ვიცი ისე არ ვიყავ დაგურებული აი მე უსად მოვიდა თავში აი ნინო ჭავჭავაძე შევ პირველად ისტორიაში და ნუ წმინდა ნინოს მერე რა ისევე როგორც არ არქმევს არ იესოს არ დაარქმევს არა იასეა ქართული ვარიანტი არის იასე იასე ხო იასე არ არის სულთან იესო და ბულგარელებს ყველა მეორეს ქრისტო ქვია ქრისტო ოღონდ ქრისტო ხო ნუ მაცხოვრის სახელი ქვია ხო ასე ქრისტინე ჩვენთანაც ქრისტინე კი და ქრისტესია ეს ქრისტესია აულა მაგრამ ერთმა ესპანელებმა გამედეს მაგოთრებმა და ხესუს არის პირდაპირ იესო პავლე პოლ სოფხეთს როგორ აფიცი ხო პოგოს მართალი კი პოგოს ლუდაგუს პავლეა კი პოგოს პავლე სომეხი პეტროს არის პეტრო აი გეტყობ ეგვიპტურად პეტრე როგორ არის ბუტროს პავლე ყოფილი ბუტროს ხალი სენაკში ერთმანეთს შევხნენო ბუტროს გალი და ვახტანგ აცხოვნოს ღმერთმა კაი კაცი იყო გაც ვიღაცა მოგცა ლაგიდა ორჯერ ლაბა ყურები კი არა ვართ შეიძლება ბადენი და ყურები რა ორჯერ რასმი მეორე ბადენში როლს როისი და რასმი მეორე პროგი არა ხროარიო და ამიტომ ორჯერ ბუტროსი და დოდო ჩიგეზო ეკითხებია მე შენ ნაციონალი ხარ და არა პანასონიკი ხომ ჩამოიგდა ილეს სურათი ასრეთო ილეს აბა ბიჭო აი როგორ აი ყველაზე ძალიან ეგუთი პრობლემა მისთვის ნერვებს ესმის აი ამის მიხავს ამოფარებული ესმის დაწუნებული გოროს საქმეებს ილეს სახელმწიფოებთან აბა განათლების სისტემის დაანგრევას და ეს ილეს ცინეზმი მიცის ბანკი არ არის თუ აი სახლები კრედიტები ჩადეხო სახანები მიცის ბანკი იწა აბარა აპერე არა აბარა მიცის ბანკი არ უნდა იყოს ქვეყანაში და სალომონზე რომელიც გინდა რომ საბოლოო ჯამში იყოს აგრარული ქვეყანა ვართ რა უცხოელი კაცი ჩამოდის უცხოელი და ნახე უნები არა მაგარი სასტუმროზე აშენებდა სასტუმროთი აკურები ბიჭო ის სხვა რაღაცა ევასება თუ იმას ევასება აი ვარძია ისა ესას როგორც ხოცრული ფულის გადაწყვის უბერტ საშუალება აქვს просто ხერხის კი არა დრუჟბა უჭირავს გიორგი გაჩიჩილაძე, იგივე უცნობი, საქართველოს მოქალაქე, 42 წლის, 2009 წლის 20 იანვარს პროტესტის ნიშნად საკუთარი სურვილით აღიკვეთა თავისუფლება და გახდა საკანი ნომერი 5-ის პატიმარი. ის, რომ ბოლო წლებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შედეგად საქართველო გადაიქცა ციხედ, ცხოვრობს საკანში მანამდე, სანამ საქართველო არ გათავისუფლდება რეჟიმის ტყვეობისგან.
საკანი ნომერი 5-ის პატიმარი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოქალაქე და იცხოვროს უცნობთან ერთად 24 საათიდან 72 საათის განმავლობაში. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც იზიარებს პროტესტის ამგვარ ფორმას, ან გააჩნია განსხვავებული პოზიცია, შეუძლია პირისპირ ესაუბროს საკანი ნომერი 5-ის პატიმარს პაემისთვის განყოფილ დროს. დააფიქსირეთ თქვენი აზრი და პოზიცია SMS შეტყობინების სახით ნომერზე 2060. თქვენს გზავნილებს გიორგი გაჩიჩილაძე შაბათს ღამის 12 საათზე პირდაპირ ეთერში წაიკითხავს. კვირას ღამე პატიმარი მაყურებლის სატელეფონო ზარებს უპასუხებს. ვახდით რეალური პროტესტის რეალური მონაწილე. ფიქრეთ, იმსჯელეთ და იგამათეთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. საკანში ნომერი 5.